მოგესალმებით. ბოლო დღეებია თვალს ვადევნებთ ოცნების მორიგ ფარს, მორიგ სიყალდეს, კარიკატურული ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია შექმნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა კონსტიტუციის 52 მუხლის უხეში დარღვევით. ცინიკურია ფაქტი, რომ ოცნებამ კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი ნაცი, კონკრეტულად ბატონი ალექსანდრე ტაპატაძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი, ალუდა ბუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას ხუდის ადვოკატი და თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ერჩევით. ასევე ტრაგიკულია ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარეა ქალბატონი თეა წულთიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეად. 13 წლის თავზე დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანი არა ნაცების დანაშაულებებზე სამართლიანობის აღდგენაა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის, სააკაშვილის მოსამართლეებით უვადოდ გამწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაყრა. ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობენ. კომისია რომ ფარსია და არაპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულებები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს, იმ პოლიციელების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გაუბედურეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და რომლებიც დღესაც ემსახურებიან და დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს. დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი. დიახ, ამ ქვეყანაში დაზარალებულებმა უნდა აღიდგინონ საკუთარი უფლებები და დაიბრუნონ საკუთარი ქონება. დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის პროკურორებმა და მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს ივანიშვილის რეჟიმის სამსახურში არიან. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას ნაცებს. ჩვენ არ მივცემთ საზოგადოებას კომისიამ ვერ დასვას სწორი კითხვები. რისი თქმასაც ვერ გაბედა და ვერ გაბედავს კომისია, ამ სულ სიმართლეს ჩვენ ვეთქვით საზოგადოებას. ჩვენ ვეთქვით იმას, რომ ბესო ხარჯიანის მოსამართლე, რომელმაც ეს უდანაშაულო ადამიანი გაუშვა ციხეში, არის ლელა ნოზაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა განამწესა უვადო მოსამართლე. ჩვენ ვეთქვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის გააკოტრა, არის ლაშა ქოჩიაშვილი, რომელიც ივანიშვილმა უვადოდ დაანიშნა უზენაეს სასამართლოში. ჩვენ ვეთქვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის ციხეში გაუშვა, არის მზია ლომთათიძე და ის ბიძინა დაანიშნა უვადო მოსამართლე. ჩვენ ვეთქვით მოსახლეობას იმ სიმართლეს, რომ ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე, რომლის დროსაც ფინანსური პოლიცია ატერორებდა ქართულ ბიზნესს, დღეს არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო გახდა. დიდი მადლობა. კითხვები შეგვიძლიათ მოსწოს. მე განსადება გააქვს, სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ერთ-ერთი საკუთარ დემოკრატიაში იყო იხრება ავტორიტარიზმისკენ და ძირი ეხება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს. ამ განსადებას როგორ შეაფასებ და ასევე მაინტერესებს ეს შუქურა ითვლება თუ არა ძველი ნაციონალური მოძრაობა. როგორ შეხვდა იმ ყველაფერს? ჩემი შეფასება გაინტერესებს? კი, ამ განსადებასა და ნაციონალური მოძრაობის დროს ქვეყანაში ზვინვარებდა ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლებები იყო ფეხქვეშ გათელილი, არ არსებობდა სასამართლო და ადამიანები იყვნენ რეპრესიების ქვეშ. შესაბამისად, შუქურა არასდროს არ ყოფილა სააკაშვილის რეჟიმი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ამ ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული პროცესები იყო მას შემდგომ, რაც პირველი და მეორე მოწვევის პარლამენტმა ქვეყანაში განახორციელა რეფორმები, ხოლო მას შემდგომ 2021 წლიდან საქართველოს დაიწყო უკუსვა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ივანიშვილი
უკვე გასულია ყველანაირ რეალობის მიღმა და ყოველდღიურად ამკაცრებენ კანონებს, რომელიც ალბათ საშუალებას აძლევს ასეთ ქვეყნის თქვა, რომ საქართველოს აღარ არის დემოკრატიის შუქურა, იმიტომ რომ ჩემი პირადი აზრიდან გამომდინარე 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 21 წლამდე საქართველოს ჰქონდა ძალიან სერიოზული პროგრესი დემოკრატიის თვალსაზრისით. 2021 წლიდან საქართველოს დაიწყო უკან გახევა ამ მიმართულებით და აი ამ მოცემულობაში დღეს უკვე სამწუხაროდ ასეთ განცხადებებს აკეთებენ დასავლეთ ქვეყნის საელჩოები თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო. ორი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ეუთორმა უძველესი დასკვნა გამოაქვეყნა. ორგილი შეშფოთებულია აგრეგატის რეესტრის აქტით პალესტინის მიხედვით, რადგან ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. როგორ შეაფასებთ? ეს მე ვფიქრობ არის ზუსტად აი ჩვენს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის გაგრძელება, რაც თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუწყო განცხადება. ევროპელები ძალიან მკაცრად რეაგირებენ განსაკუთრებით ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდული კანონმდებლობის მიხედვით. და ისეთი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც განსაკუთრებულად რისკის ქვეშ აყენებენ ადამიანის ძირითად ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს რეაქციები არის უკვე არა თქვა ერთ ქვეყანაში არის ჩაკეტილი, არამედ ის უკვე გაცდა კონკრეტულ ერთ ქვეყანას, მაგალითად გაცდა ამ განცხადებით ჩეხეთს და როდესაც ოდირი აქვეყნებს ასეთ განცხადებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ამ ორგანიზაციაში არის დაციონირებული და ასევე ის ქვეყნები, რომლებიც თანამშრომლობენ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, იზიარებენ ამ პოზიციას, თუ არ იზიარებენ, მაშინ ისინი აუცილებლად განსხვავებულად დააქვეყნებენ. საზაშაშვილი ვრცელ წერილს აკეთებს. ეს წერილი საინტერესოა, იმიტომ რომ ახლა ჩანს პესიმიზმი ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაში. ამ წერილებს როგორც ბაჩეშვილი და ივანიშვილი აღწერებინებს. შაქრიშვილი წერს, რომ სამწუხაროდ ტრამპის დიდების გავლენის ქვეშ მოდიდება. თქვენი აზრით უკვე ჩანს თუ არ არის ოცნება ვეღარავებს ურთიერთობას ამერიკასთან, ამერიკის ზოგადების ზამინებში რამ თავად იღებებს კითხულობთ, რასაც შტატები ოცნებისგან მიიღებს. მე ვიცნობ ბატონს აზრს, როცა მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, მას ისეთი აზრები არასდროს არ აწუხებდა. დღეს სამწუხაროდ ბატონის აზრა, როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად არის ფინანსურად დამოკიდებული იოანიშვილზე. ამიტომ დიახ, მე ვფიქრობ, რომ ამ სიგიჟეს შაქერიშვილს აწერინებს ბიძინა ივანიშვილი, ეს ბიძინა იოანიშვილის ტექსტია, ბიძინა იოანიშვილის იდეებია, ბიძინა იოანიშვილის პროპაგანდისტული ხაზია. რა თქმა უნდა, ეს ვერ დავარდა ამერიკელებთან, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი ეხლა, რომელიც აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, აბსოლუტურად საწინააღმდეგო აკეთებს. მას გონია, რომ ეხლა რაღაცა ეს ქვეყნებიც ისევე იმართება, როგორც ის მართავს ამ ქვეყანას. თუ სამი არის deep state, თუ სამი არ არის თავრობა არაეფექტური, ეს არის საქართველოს. საქართველოს არ მართავს თავრობა და ამ თავრობა არ მართავს ირაკლი კობახიძე, დღეს საქართველოს მართავს ის deep state, ეს მაგიდა, რომელიც არის შექმნილი ბიძინა ივანიშვილის გარშემო, სადაც არიან მე 25 კორუმპირებული ოჯახის წარმომადგენლები და მათი ინტერესებით განისაზღვრება, მათი ინტერესებით მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მათი ინტერესებით მუშაობს სუსი, პოლიცია, მათი ინტერესებით მუშაობს სასამართლო, პროკურატურა, მათი ინტერესებით მუშაობს იუსტიციის სამინისტრო. ამ ქვეყანაში არის deep state, რომელიც ზის იმ მაგიდის ირგვლივ, რომელიც მაგიდა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და ამ მაგიდას წარმოადგენენ ის 25 კორუმპირებული ოჯახის წარმომადგენლები.